წადების, მაგრამ მოვა დრო და ჩვენ არ ვიქნებით, ამიტომ შთამომავლობას ომი არ დარჩეს. მაშინ მოხდა ის, რომ დაახლოებით 50 წლის მანძილზე რა თუ არა, მაგრამ იუგოსლავიის ამბებს თუ არ ჩავთვლით, ამ ხნის მანძილზე ევროპის კონტინენტზე მშვიდობა იყო. შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლამ რაც გამოიწვია და იუგოსლავიის დანგრევა და შემდეგ ამას მოყვა კონფლიქტები და ახლა ზუსტად მიექანება ყველაფერი ახალი გადანაწილებისკენ და ახალ გადანაწილებას სჭირდება მყარი გარანტია, რომ იქ ტრამპი იქნება თუ ვინ იქნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ხო, სერბეთის ამბებამდე ყოველ შემთხვევაში ევროპაში ტყვია არ გავარდნილა, იყო დაძაბულობა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე უზრუნველყოფილი იყო მშვიდობა. მას შემდეგ რაც ამერიკელებმა სამხრივად ასე რომ ვთქვათ, გაეროს მანდატი დაარღვიეს და დაიწყეს დარჩენილი იუგოსლავიის არჩენების გაეროს სანქციის გარეშე დაშლა, დანგრევა, დაქცევა, მერე ერაყში შეჭრა, ასე შემდეგ, რაც მოყვა მოვლენებს, ფაქტია, რომ მანამდე არსებული წესრიგი პრაქტიკულად აირია და ახლა დღევანდელი პერიოდი ისევ არეულობის პერიოდი არის და საერთოდ ახალი სამსოფლიო წესრიგი რაღაცა დიდი აფეთქების შედეგად ხდება გადალაგება და შემდეგ არის წლების მანძილზე და არ ამგონია მე სიმართლე გითხრათ მიუხედავად იმისა რომ უკრაინაში დიდი და სისხლისმღვრელი ომი არის ამ ომმა მოახდინოს ახალი მსოფლიო წესრიგის ამ ომის დამთავრებამ ახალი მსოფლიო წესრიგის დამშვიდება. ფაქტია რომ თვითონ ისტორია რასაც უახლესი ისტორია, რასაც ასწავლის კაცობრიობას, ეს არის გარდაუვალი 2x2 არის. აი, ამას უნდა დაუკვირდეს საერთოდ დაინტერესებული ადამიანი, რომ კაცობრიობას, რასაც უახლესი ისტორია ასწავლის, ეს არის ის, რომ ევროპის კონტინენტი არის ყველაფერი უბედურების მშობელი. აი, ომებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ორი მსოფლიო ომი რომელმაც უზარმაზარი სისხლი და მსხვერპლი მე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოახდინა ეს ევროპის კონტინენტზე მოხდა და ამ მეორე მსოფლიო ომამდე, პირველ და მეორე მსოფლიო ომამდე ასევე იყო, რასაც ზოგიერთი ისტორიკოსი საერთოდ პირველ მსოფლიო ომს უწოდებს. და პირველ და მეორე მსოფლიო ომს, რომელსაც ახლა ეწოდება პირველი და მეორე მსოფლიო ომი, ამას მეორე და მესამე მსოფლიო ომს ეწოდებს. ეს იყო ნაპოლეონის ომები. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ რამხელა სისხლი დაიღვარა ევროპაში, არა მარტო ევროპაში. ამას მოყვა მე პირველი მსოფლიო ომი, ამას მოყვა მეორე მსოფლიო ომი და ყოველთვის უკანმა ამოხეთქა ევროპაში. ამიტომ ომები ევროპაში ყოველთვის იზრდება შემდეგ მსოფლიო ომებად. აქედან გამომდინარე ეს ნიშნები თვითონ უკრაინის კონფლიქტის თავისთავად იძლევა იმის ისტორიულ, ასე რომ ვთქვათ, ისტორიულ ლოგიკას, რომ მივყვეთ იმის საშუალებას, რომ პროგნოზირებადი იქნას, რომ იყოს მესამე მსოფლიო ომი, რომელიც ასევე დაიწყება ევროპის კონტინენტზე. აი, ამიტომ არის, რომ ტრამპი ამბობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მე არ მაინტერესებს ხელები დამიბანია, მიხედეთ თქვენ კონტინენტს, თქვენ მე მაქვს წყნარი ოკეანე, თქვენ მილიონობით ადამიანების ბედით თამაშობთ და ასე შემდეგ. ახლა გნებავთ ასე შეხედეთ, გნებავთ ისე შეხედეთ. პირდაპირი არის. რა ვიცი, კიდე თუ კითხვები გაგაჩნიათ, თუ არა, გავაგრძელებთ. მეორე და ძალიან საინტერესო თემა არის, რომელიც დღევანდელ ამბავს ეხება ასევე და პრაქტიკულად გაგრძელება არის. კარგი, ერთი კითხვა არის კიდე. ხერხული რატო არის? კითხვა გაგაჩნია და მკითხე, ანუ პუტინს აქვს თუ არა? პუტინს აქვს იმის ამბიცია, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ისევ მიერთოს და უბრალოდ საბჭოთა კავშირი ისევ დაპყრობითი ოკუპაციით აღადგინოს. რაშია საქმე, იცი? ლაშა, აქ პუტინს რა უნდა და რუსეთს რა უნდა ამ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე, აქ რომელიმე პოლიტიკოსი რა სიტყვის იმას კი არ უნდა დაუკვირდეთ ჩვენ. ჩვენ უნდა დაუკვირდეთ იმას, რომ ასეთ შემთხვევაში
განსაცდელად.